ჭიათურა მასპინძლობდა ჭაბუკ და ახალგაზრდა მოკრივეთა დიდ საერთაშორისო ტურნირს. გურჯაანის სპორტული გაერთიანების მწვრთნელის ოთარ მამულაშვილის განცხადებით, ღონისძიება უმაღლეს კატეგორიას განეკუთვნება, სადაც ტრადიციულად მეზობელი ქვეყნების უძლიერესი წარმომადგენლები მონაწილეობენ. შესანიშნავად იასპარეზეს გურჯაანელმა მოკრივეებმა, მათ 5 მედალი მოიპოვეს და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ხუთეულში შევიდნენ. ამ ეტაპზე ვიმყოფებოდა ჩვენი გუნდი იმყოფებოდა ქალაქ ჭიათურაში. ჩატარდა თენგი ჯაუშვილის სპარტაკ ალაძის სახელობის ტურნირი, სადაც მონაწილეობდა საქართველოს მთელი მასშტაბით ყველა გუნდი. ასევე მონაწილეობას ღებულობდა ისრაელის ნაკრები, რომელიც შეკრებაზე იყო ჭაბუკური გურჯაანში და ზუსტად ფინალი დავთვეთ ისრაელის ნაკრებთან პირველ ნომერთან. მამულაშვილმა ლუკა მაგარი ბრძოლა იყო. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გუნდს ახლა ახალი მოკრივეები ყავდა ჩუმლაყიდან, რომელიც გიორგი ბეროშვილი ვარიშობდეთ. გიორგი ბეროშვილი წარსულში ძალიან მაგარი მოკრივე იყო, ევრაზიის კამარი აქვს მოგებული პროფესიულ კლუბში და ჩვენი სპორტული ხელმძღვანელის გერა დალაღიშვილის დახმარებით გაწევრიანა მსხვერპლთა შტაბში, ჩაჯდა შტატში და სულ რაღაც წელიწადიც არ არის, რაც ეწევა სამთელო შეკრება მასწავლებლობას და ორი მოკრივე წარადგენ, რომელმაც მაგრად იმუშავეს, კარგი ბრძოლები ჩაატარეს. ამ ეტაპზე გადაალახეს ის მიზანი, რასაც ახლა მოკრივის მომზადება და სპორტული კარიერა ქვია და მადლობა მას, შემდეგში უფრო დაიხოცებიან ეს ბიჭები და მადლობა ჩვენ სპორტულ ხელმძღვანელობას, რომ ამ ფინანსს დაგვაფინანსეს და ამ საჯიბრზე გაგვიშვეს. ზოგადად ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამ დარბაზის გაკეთება და იდეა წარმატებული პროექტია და ამდენი ბავშვი 3 თუ 4 ჯგუფი ყავს და თითო ჯგუფში 15 ბავშვი მაინცაა სულ მინიმუმ. და აგერ ისეთი ბიჭები ყავს და ისეთი ბიჭები ჯანმრთელი და ვაჟკაცი ბიჭები იზრდებიან, ნებისმიერ ტურნირზე შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და თავის წარმოჩენა. და ეს პატარა საქმე არ არის, რომ გურჯაანიდან რომ მიიღებ ტურნირზე მონაწილეობას და წარმატებას მიაღწევ. ხო მეორე ადგილი ხო კი გვეწყინა რომ წავაგეთ ის ორი ფინალი, მაგრამ არა უშავს. წაგებაც მოგების ტოლფასი უნდა იყოს. უნდა ანალიზი გავაკეთოთ, უნდა ვიმუშაოთ, რატო წავაგეთ, რა იყო მიზეზი და დაუფიქრდეთ ჩვენ შეცდომებს, ჩვენ სიცოცხლეებს და ვიმუშაოთ ამაზე და გავიზარდოთ. როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, ინტელექტუალურად კრივი თვითონ არის ინტელექტუალური სპორტია რა, იმიტომ რომ გონების ისტრაფეზეა ყველაფერი აგებული. ძალიან დიდი მადლობა.